ლაჟვართვალაია შენთვის მომინდია ეს გული გაზაფხულის ვარდო შენთან მოსვლას მნადრობ მარა ჩვენზე შეყვარებული ჩემო ჩიტუნია ლაჟვართვალაია შენთვის მომინდია ეს გული გაზაფხულის ვარდო შენთან მოსვლას მნადრობ მარა ჩვენზე შეყვარებული ოი რახარ რახარ ოცნებების ხარ დაგეძებ და სათხარ ძვირფასო ოი რახარ რახარ ოცნებების ხარ დაგეძებ და სათხარ ძვირფასო შენი სიყვარული ხანჯლით გათანგული ლამის გასკდეს გული ჭირიმე შენთა თვალთა სხივის ელვით განაწირი დავდივარ ნავსირი ჭირიმე ჩემო ჩიტუნია ლაჟვართვალაია შენთვის მომინდია ეს გული გაზაფხულის ვარდო შენთან მოსვლას მნადრობ მარა ჩვენზე შეყვარებული ოი რახარ რახარ ოცნებების ხარ დაგეძებ და სათხარ ძვირფასო ოი რახარ რახარ ოცნებების ხარ დაგეძებ და სათხარ ძვირფასო სათხარ ძვირფასო დაგეძებ და სათხარ ძვირფასო დაგეძებ და სათხარ ძვირფასო შესანიშნავი განწყობა შემოიტანეს თათია და ნათია დევდარიანებმა ალბათ იცანით და ჩემი შეხსენება არ შეიძლება ყველაფერს გილოცავთ დევდარიანები ნამდვილად დევდარიანები კი ბატონო მაგრამ ძების კარგი ხალხია მაგრამ ამ შემთხვევაში და გაწავთ თქვენც ასევე ყველაფერი კარგი ქონოდეთ სულ აი ესეთი ხალისი მოგეტანოთ მარტო ჩვენთან არა სრულიად საქართველოსთვის კი ნამდვილად ვცდილობ და იმას ვინც არ იცის ყოველ სამშაბათს რა ვიცი მაინც ვეტყვი რომ 22 საათზე თქვენ გელოდებათ ყველაზე მუსიკალური მეგა შოუ მიმღერე რომლის სცენა რა თქმა უნდა არ დავიღლები რომ გავიმეორო სიყვარულით და სითბოთი გახლავთ სავსე აი ასეთი შესავალი როგორი შესავალი იყო სიმღერის საერთოდ ცეკვისა და სიმღერის დღევანდელი შესრულება არ გამორიცხავს სხვადასხვა ერთი მეორეს აბა კარხასიაძე რო ხართ ვიცით უკვე და რას ნიშნავს თქვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა მოდი ისეთი ზოგადი შეკითხვა თითქოს მაგრამ მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი ამიტომ რომ ძალიან ამოუწურა ყოვლის მომცველი ნამდვილად იმიტომ რომ აბა გისმენთ ხო მე მგონი მე ყველაზე ძალიან მინდოდა ამ პროექტში მოხვედრა და ამ წინა სეზონების განმავლობაში ისე გულშემატკივრობდი ყველა მონაწილეს და რომ დამირეკა ჩვენმა უძვირფასესმა პროდიუსერებმა ორივე ეკამ ისეთი რეაქცია მქონდა რომ უბრალოდ ბავშვი მეჭირა ხელში პატარა ხო მშვიდობაა ხო და უბრალოდ ახლა ბავშვი რო არ მეჭიროს ხელში თქო უფრო ისეთი ემოცია მექნებოდა თქო და მე დავურეკე ნათიას და ისე გაგვიხარდა რაღაცნაირად ძალიან ვემზადებოდით და ჩვენ რაც გსურდა ყველაზე მეტად გადააწოდა ერთი წუთი ცოტა აი ესე გააკეთა იკივა ამ პერიოდში დამირეკა მე და მოვასწარი ემოციების გამოხატვა და შევეცადეთ რომ რაღაცნაირად
მოგესმენთ ჩვენი პოზიტივი ემოცია განწყობა მიგვეწოდებინა ჩვენი მსმენელისთვის. სამწუთში აქ რაც მოხდა, ეს გვაფიქრებინებს რა ხდება ყოველ კვირიდან კვირამდე, ეპიზოდში ყოველ ვცდილობთ ეპიზოდში. რომ ჩვენი სიყვარული და ემოცია მსმენელს გავუზიაროთ და ყველა განვაწყოთ ეპიზოდს ძალიან უყურებ და დადებით. აქტუალებული ვარ ძალიან გულ აი შემატკივრობ. ესე რაც იყო, რაც ძალიან მინდოდა მასშტაბურად მართლა გულწრფელად გაგიმხელთ იყო ჩვენს მაყურებლებს, მსმენელებს და სრულიად საქართველოს ძალიან მოსიყვარულებოდით მართლა და მე მგონი გამოგდის. კი, რა, ეს მნიშვნელოვანია. მარიკამ რა კარგად იკითხა, მე ვიცი რატომაც იკითხა მარიკამ და ვასიკომაც რაღაც შეფარვით თქვა და მე გეტყვით პირდაპირ რომ აი ამ საზოგადოებაში სადაც თითქოს დავიღალეთ ამდენი ბულინგით, ერთმანეთის ლანძღვით, დაპირისპირებით. აი თქვენ რაღაცნაირად ანათებთ და აი ეს თუ იგრძნობა, მე გარეთ რო გადიხართ საზოგადოებას რო ხდებით, აი იმას რო ეს სიყვარულებით უკუგება თუ გაქვთ ამის. კი, მე ცოტა გული მიჩუქდება ხოლმე, იმიტომ ცოტა კი არა, ძალიან მეგონია, მოჩვენებია, გაიცრები ვარ. იცი რატო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ის არის მართლა ზიზღი და აგრესია და ეხლა რამოდენიმე დღის წინ ვიყავი მაღაზიაში შესული და იმიტომ მიჩუქდა გული ისეთ ფილად შეხვდნენ მართლა და ისე მომესიყვარულენ რომ სიყვარული დავიწყა ამ ადამიანებმაო და თქვენ რაღაცნაირადო ასხივეთ ამ გაგვახსენეთო რა და გჭირდება ეს ნამდვილად გჭირდება ხო ჩვენ საქართველოს ნამდვილად ჩვენ არ ვართ ეს ადამიანები რომ ზიზღი კონდეს და უთესოთ ხო ჩვენ სიყვარული უნდა ვაფრქვიოთ და ვეფეროთ იმიტომ რომ სიყვარულს შეუძლია და კარგ საქციელს შეუძლია მარტო კარგი რაღაცების აღმოცენება ბოლოს სიყვარულს უშენებია. კი ბატონო, ნამდვილად ასე არის. იქ როგორი დამოკიდებულება არის, აი ესეც გითხარი. იქრეები ხდება ხოლმე, რომ სულ მაინტერესებს ხოლმე შიგნით როგორი ამბავი. დაახლოებით ვიცი, იმიტომ რომ ყველა იმას ამბობს, რომ საოცარი სითბოს უბრალოდ იქ შიგნით და თქვენ როგორ გზნობთ? იცით როგორი მეგობრები შევიძინეთ? ამასაც გაგიმხელთ რამოდენიმე დღით ადრე დაღლილი ვიყავი რაღაცნაირად და დათოს ჩემ მეუღლეს დათო ლონდარიძეს მანქანი მივდიოდით და გაუმხელე რომ იცი რა მინდა მეთქი რაღაცნაირად დავიღალე და მინდა რომ ახალი ადამიანები გავიცნო ოღონდ ისეთი ადამიანები ვინც ძალიან ნამდვილები არიან თქო და აი ეს ოჯახური გარემო რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის თქო და ზუსტად 2 დღეში დამინიკა თათიამ და მითხრა ეს ამბავი და დამხვდა ზუსტად აი შეუცნობელია გზანი უფლის. ზუსტად მადლობა იცით რა ეს პროექტი ძალიან მასშტაბურია მართლა მეგა შოუ არის და თავისი რეიტინგით და ყველაფრით ამტკიცებს რომ მაყურებელს ძალიან მოყვარს. თუმცა წლების იქით რომ გადავინაცვლოთ, წარსულში თქვენ გქონდათ მონაწილეობა მიღებული ნუცა სკოლაში, ხო? იმიტომ რომ იმედის ტალღაში და ახალ ხმაში, ხო? ანუ იმ პერიოდისთვის ეს პროექტები იყო, ანუ წლიდან წლამდე ეს თქვენი მუსიკალური შემოქმედება ჩნდება იმედის მაყურებლის წინაშე და იმედის შვილები ვართ და წეღან ვიძახდი საგრიმეროში რა პატარა ვიყავი ამ სარკეში რომ ვიყურებოდი რა დიდი მოვედით, ხო? ხო, მაგრამ სარკე გამოიცვალა მაშინ. ხო, არა? კი. ხო, მაგრამ იმედის ეკრანზე გაიზარდა. ეხლა სახლში. იმედის ეკრანზე გაიზარდეთ, რაც თავია. ნამდვილად ასია. იცი რასთან დაკავშირებით მინდა და მე კითხა ეს ყველაფერი გასაგები არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ხოლმე ყოველთვის შემსრულებლებისთვის მიუხედავად იმ გამოცდილებებით ან პირიქით იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც უკვე ჰქონდათ რეპერტუარის შერჩევა. აი ამაზე ხო არ ქონიათ რაღაცა ეს არა გოგო ეს არ ვიმღეროთ გოგო ეს არა არა სხვათა შორის ჩვენი გემოვნება ძალიან რაღაცა შეთანხმებულები ვართ ხოლმე და სიმღერის დროსაც უკვე ეთყობა ალბათ და ყველა მოძრაობა დაუგეგმავია და იმდენად ურთიერთშეთანხმებაში ვართ რომ რეპერტუარის შემთხვევაშიც ასე იყო თავიდანვე განსაზღვრული მქონდა რომ ყოველ ეპიზოდში მოდი ეს შევასრულოთ და ერთადერთი რომელიც პროდიუსერებმაც არ თქვენს რომ მე ვიცი, ჩვენ ვიცით ხალხურში რასაც იმღერებენ, ეს იყო რაჭული, რასაც არავის არ გვიდავია, რას ვიმღერებთ. ხო, ახლა გვარს თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა. შქმერელი, დაუშველი და უშოლთან დაიწყო. მე როცა ისე ამზადებთ, როგორც მღერით? კი, მე დაკლაკიჟებთ. მარიკა დიეტაზე ვარ, კარგი რა. დაგელოდები. ეხლა რა მაინტერესებს, ისეთი ხართ შეთანხმებული და ჰარმონიული, როგორც სიმღერაში, ასევე ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე ვიცი დები რას ნიშნავს. მე არ ვიცი და ამიტომ აი კითხვა მქონდა სხვათა შორის. როგორც კინკლაობენ ერთმანეთში და სიმღერაში ზოგიერთ ამბობენ რომ საქართველოში კარატე დებმა გამოიწვია.
გიგონა. ხო და აი დების მაგალითი. უზენდებლები არიან. აბა გითხარით ახლა თქვენი თან ცოტა ეპიზოდი მახსენდება მსგავსი რაღაცა. ისიც იმიტომ პატარა 6 წლით დიდი ვარ და მე მახსოვს დედა ჩემი მაშინ სად იყო ეხლა ეს პამპერსები და ასე შემდეგ და მიტოვებდა 6 წლის ვიყავი და ისე უვლიდი რა გავზარდე აი როგორია ეხლა. ანუ დისკომფორტი არ ყოფილა. არა, უფრო დედის. ხართ თქვენ და თქვენი გაზრდილია. ხო, ამან უშულა, თორე კარატეს ესენიც მოიგონებდნენ. კი, კი, ნაციას დამსახურებაა, რომ მე სიმღერა ესე მიყვარს და ნაციას დამსახურებაა, რომ ჩვენ ეს შედეგი დავდეთ და ესე ვარ იმ 90-იანების ბნელ 90-იანებში რომ დავწვებოდით და დაგვაწვენდნენ საწოლებში და თათიასვენები გადმოტრიალდეთ და ხმებში ვასწავლედი სიმღერას. და ეს იყო დატანჯული მაშინ, მაგრამ ბატონო, აი, ზუსტად ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა. ეს ახლა მით უმეტეს იმ პერიოდში, რომელიც ავად სახსენებელია, ცუდი გასახსენებელია, რა თქმა უნდა და არც გვინდა რომ გავიხსენოთ, გავანებოთ იმას თავი, რაღაცა პლუსები ქონდა და მათ შორის აი ეს თუნდაც ხო? და ალბათ სტუმრებიც მაინც ნებისმიერ შემთხვევაში რომ მაგეთი ხალისდებოდით ხო? თქვენთან სტუმრიანობის ამბავი როგორ იყო და იქ მღეროდით და იმიტომ იმისთვის გჭირდებოდა ეს სახლის კარი მეგობრებო არ იყეტებოდა ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენი ოჯახი მომღერლების ლოტბარების და ბაბუა ჩემთან მოდიოდნენ ეს მეგობრები და გარდა მაგისა დედა ჩემს დავყავდით თავის ბიძაშვილის სტუდია სერენადაში დავდიოდით ნანა დაუშულთან და აი ძალიან დიდი ჟრიამული იყო ჩვენს ბავშვობაში მართლა და ცუდად არ მახსენდება ეს პერიოდი. ხო და აი რადგან ახსენე რომ ესეთი წინაპრების ეხა როგორ გრძელდება ეს ტრადიცია ბავშვი მეკავაო ხელში და მომავალ და აღნიშნეთ რომ ჩვენთან ყველა მღერის აბსოლუტურად დიდია პატარიან აბსოლუტურად კი მამა ჩემი წერისენში მღეროდა პირველ თაობაში გამოსვლებს როგორ აფასებენ მიმღერესში რაც ხო, ჩანს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული შეფასებლები გქონდა. აი თათიას რო დაურეკეს და რო ახარეს, რაც დაემართა ისჭირთ ყოველ გამოსვლაზე ჩვენ ოჯახის ყოველ გადაცემაზე არიან არ ვიცი სიხარულის ზეიმია ხოლმე და მადლობა კიდევ ერთხელ რომ ჩვენ მოგვეცა შანსი რომ ისიც რა ჩვენი მთავარი ღირებულება და სიმდიდრე არის ოჯახი ნამდვილად მართლა ესეა ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ოჯახის წევრები და ჩვენი ნათესავები იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ესეთები არ ვიქნებოდით თუ მოგწონვართ ჩვენ ოჯახებიდან მოვდივართ კი ხო აი ეგ არის როცა საქართველოში ოჯახებიდან მოდიან ბატონო ასიკო ხო ესეა კი ასეა დედა ნახე მამა ნახე ესე გამონახეო ხჭოხო გვიყვარს ხოლმე რაღაცა სადაც საჭიროა იქ რო გამოვიყენოთ ხოლმე შესაბამისი გამონათქვამები და ეხლა იცი რა სიმღერა ხوار ვთხოვოთ ამ ძვირფას ხალხს კიდევ თუ არ გეზარება შეიძლება რომ კიდევ ერთი ეს შემთხვევა რაც ნამდვილად არ გვეზარება სანამ სამშაბათს 22 საათზე იქნება შოუ მანამდე ეს ბედნიერება ჩვენც რო გვაჩუქოთ ძალიან მადლობლები დაგჭერთ რა შეგუსრულებთ ამჯერად ჩვენი ძვირფასი ჩვენ რამის ერთი ოჯახი ვართ ნატო გელაშვილის შემიყვარდა ერთი ბიჭი ესე იგი ლუკას მიუძღვნა ეს სიმღერა პატარა რო იყო და მე ჩემ შვილს უძღვნი ბუბუშკას ლევანიკო ძალიან მიყვარდა ბუბუშკას მოკითხა ყველას და ჩვენ ნატოსაც ძალიან დიდ სიყვარულს უძღვნის მოვისმინოთ დევდარიანების შესრულებული კიდევ ერთი სიმღერა იმედის დღის ეთერში გთხოვთ სცენისკენ მივბრძანდით მადლობა მადლობა თქვენ ჩემი ფიქრების ამარა მინდა
მოპარ